ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ და თუ გაქვთ პასუხი ან თქვენეული ვერსია დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, რატომ არის Honda Accord საქართველოში არაპოპულარული ავტომობილი? მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი თვლის, რომ საკმაოდ კარგი ბრენდია, გამძლე და კომფორტული ავტომობილია ეს კონკრეტული მოდელი. აი თქვენი აზრით არის ამის მიზეზი. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე მარო ვარ და თქვენ უყურებთ ჩემს ავტოვლოგს. რამდენი ხანია ვიდეო ესე არ დამიწყია. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ 2026 წელი. მართალია საახალწლო ვიდეოთი უკვე მოგილოცოთ, ვინც უყურეთ და ვინც არ უყურეთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფიციალურად ეს ვიდეო არის 2026 წლის პირველი ვიდეო. დაგიბრუნდით სტანდარტული ტესტ დრაივით იმ მანქანით, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა. მაგრამ აქვე მინდა პატარა ანონსი გავაკეთო, რომ 2026 წლიდან გვპირდებით ძალიან ბევრ სიახლეს კონტენტის ნაწილში, ამიტომ თუ გამოწერილი არ გაქვთ არხი, გთხოვთ გამოიწეროთ, იმიტომ რომ თქვენთვის ერთი კლიკი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან დიდი мотивация ეს ყველაფერი და დაელოდოთ ძალიან კარგ სახალისო ვიდეოებს, ჩელენჯებს და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, თუ ძალიან ცივა და ზოგადად ზამთარში გადაღება საკმაოდ რთულია ხოლმე, მაგრამ რას ვიზამ, სამწუხაროდ ტემპი არ უნდა დააგდო. თორემ მე როგორც შენ მოექცევი YouTube-ს, ისიც ანალოგიურად მოგექცევა, ამიტომ გვიწერს რომ ზამთარში აი ამ ყინვაში შევქმნათ კონტენტი. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი გადასაღები ობიექტი რა არის? აი თქვენ რომ რაღაცა ეს გაშარჟებული ფრაზა რა გაქვთ ინფლუენსერების გარო, აი ძალიან ბევრმა ადამიანმა მთხოვა და ასე შემდეგ და გადავწყვიტე რომ გადავწყვიტე რომ გიპასუხოთ და ასე შემდეგ. ანუ ეგ რეალურად ტყუილი არ არის, ანუ მართლა ხდება ხოლმე ეგ შემთხვევაში, ეგეთი შემთხვევები და ეს სწორედ ეგ შემთხვევა. აი არ ვიცი რამდენი ხანია, რამდენ ვიდეოზე კომენტარებში მუდამ მიწერენ ხოლმე რომ Honda Accord გადაიღე, Honda Accord გადაიღე, Honda Accord-ის ტესტ დრაივი შემოგთავაზე, Honda Accord გვაჩვენე, Honda Accord-ზე გითხრა შენი აზრი. მოკლედ, რა ვაყენე საშველი და დღეს შემოგთავაზოთ Honda Accord-ის ტესტ დრაივს. ამ მანქანასთან მე აქამდე შეხება საერთოდ არ მქონია. არც მჯდარ ვარ, არათუ მიტარებია, საერთოდ მგზავრიც არასდროს არ ყოფილა ამ ავტომობილში, არც ახლოდან ესე დეტალურად არ დამითვალიერებია. შესაბამისად, მეც თქვენთან ერთად გავეცნობი ახლა ამ ავტომობილს. პირველად არ გავატარებ, იმიტომ რომ აქამდე მე მოვიყვანე და ჩემო ემოციებს გაგიზიარებთ, როდესაც სალონში ჩავჯობ და ვატარებთ ავტომობილს. მაგრამ ახლა თქვენთან ერთად ვნახავ, როგორი ტევადობა აქვს, როგორი ვიზუალი აქვს, უფრო დეტალურად, როგორი შესაძლებლობები აქვს, ეს კონკრეტული არის ჰიბრიდი, აქვს სპორტ რეჟიმით და ერთად გავაცადოთ ყველაფერი. მოკლედ, დავიწყოთ. სტანდარტულად ვიტყვი, ახლა ისტორიით ძალიან თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ მაინც რაღაცა საბაზისო ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ ზოგადად ავტომობილზე წარმოდგენა რომ შეგიქმნათ. ეს არის Honda Accord, როგორც ვახსენეთ, ეს კონკრეტული გახლავთ 2022 წლიანი და ზოგადად ამ მოდელში არსებობს ძალიან ბევრი თაობა. საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ავტომობილია. 1976 წელს, 1970-იანებში არის გამოშვებული მისი პირველი მოდელი, 11 თაობა არის სულ გამოშვებული. თუ 12 არა 11 თაობა გამოშვებული, ეს კონკრეტული გახლავთ მე-10 თაობა, იმიტომ რომ 2023 წელს გამოშვეს უკვე ახალი თაობა, რომელიც მინდა ვთქვა რომ ულამაზესია, დრო ვნახე ფოტო, ძალიან მომწონა. ეს ხო ლამაზია. ეხლა მე მიმაჩნია რომ ეს საკმაოდ ლამაზი სედანია, მაგრამ აი მე-11 თაობა, რაც 23-დან გამოვიდა და ჯერჯერობით დღესდღეობით ბოლო არის, ბოლო მოდელი, ძალიან ლამაზია. აი იმდენად ლამაზია რომ Honda-ზე როგორც წარმოდგენაც აქვთ ხოლმე ადამიანებს რა, რაღაც საშუალო კლასის ავტომობილი, არა მთლად ლაგჟერი, ვერ იტყვი მაგას იმ მოდელს რომ შეხედოთ. მაგრამ მოდი ამაზე ვისაუბროთ, ვიდრე დღეს ჩვენთან არის 2022 წლიანი Honda Accord. დავიწყოთ მოდი სტანდარტულად ვიზუალით და აქ მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი, რომ ჩემთვის არის ერთ-ერთი ძალიან ლამაზი სედანი. რა თქმა უნდა, ამაზე ლამაზი სედანებიც არსებობს უფრო მაღალ კლასში, მაგრამ თავის კლასში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება თავის კონკურენტებს. მაგალითად, Camry-ს, Kia K5-ს და ასე შემდეგ. უბრალოდ დეტალურად გაყოლას აღარ ვაპირებ. აქამდე ვაკეთებდი ხოლმე ეგრე, რომ დეტალურად აღუწერდი ხოლმე სად როგორი ჰქონდა, როგორი გვერდი ჰქონდა, როგორი კაპოტი, როგორი ცხვირი და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდი ხოლმე და ეხლა ნამდვილად დავრწმუნდი და გადავწყვეტე ეგრე აღარ გავაკეთე ხოლმე, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ეგეთ რაღაცა ეს მაყურებელი მანქანას რომ უყურებს, ისედაც ამჩნევს და ზოგადად ეგ ძალიან სუბიექტურია, ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს ეგეთი დეტალები და ეგეთი ნაკვთები. ამიტომ მაგაზე 5-10 წუთის დახარჯვა იმის აღწერად, სად როგორ ჭრილი აქვს, ფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტია. ამიტომ მე ჩემ აზრს გეტყვით, რომ ძალიან ლამაზია, თქვენც დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ისეთი ვიზუალი აქვს, რომ
დასაწუნს ნაკლებად უპოვის ადამიანი თუ რა თქმა უნდა ცოტა ისეთი პიკანტური სპეციფიური გემოვნება არ აქვს და რაღაც განსხვავებული ნაწილები თუ არ მოსწონს. ცხვირზე ვიტყვი ერთ-ერთი იმას, რომ რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში თაობების მატებასთან ერთად ავტომობილის ვიზუალი იხვეწება, ისევე იხვეწება ცხვირის ნაწილიც, მის წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო ლამაზია და კიდევ ვიტყვი მე-11 თაობაში ეს ბოლოს რაც გამოვიდა, გაცილებით უფრო წვრილი ფარები აქვს, ეს ცხაურა ძალიან განსხვავებული და შესაბამისად უფრო მეტად სოლიდური იერსახე მიეცა. რითიც შეიძლება ითქვას, რომ ამ მანქანის ფასი, ანუ ღირებულება არა თანხმობრივად, არამედ მისი სტატუსიდან გამომდინარე უფრო ამაღლდა მე-11 თაობაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე-11 თაობიდან კიდევ უფრო მეტად დაფასდება თავის კონკურენტთან შედარებით. გვერდიდან რომ შევხედე პირველი რა ასოციაცია გამიჩნდა, ეხლა გეტყვით და არ ვიცი თქვენს მოსაზრებას თუ დაემთხვევა. უკანა მხარე თუ ხედავთ, აი სახურავი დაბლდება და რაღაც კუდი უწრილდება. და მაგონებს რა თქმა უნდა Audi A7-ს. რა თქმა უნდა, ეხლა ზუსტად ანალოგი არ არის, მაგრამ აქედან ვეტყობოდა, საით მიდიოდა Honda Accord და მე-11 თაობას რომ შეხედოთ, ეხლა დაახლოებით ზუსტად ანალოგიური. არა მარტო გვერდიდან მე-11 თაობის უკანა მხარეც კი ძალიან გავს Audi-ს. ამ შემთხვევაში არა. სხვათა შორის Hyundai Sonata-ს ახალ თაობასაც ძალიან წააგავს ესეთი ფორმით და Hyundai Sonata ერთ-ერთი კონკურენტია ამისი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ Honda Accord მაინც უფრო ბევრად მაღლა დგას ვიდრე Hyundai Sonata. ხო და მე მაქვს ახლა ერთი კითხვა. რატომ არის საქართველოში Toyota Camry ალბათ 100-ჯერ უფრო პოპულარული ვიდრე Honda Accord, მაშინ როდესაც Honda Accord-ზე ცუდის მთქმელი მე არ მინახავს. ამისი კონკურენტები ვინც არიან ხა Hyundai Sonata, Kia K5, კაი, მაგათზე ცუდის მთქმელი ბევრი მინახავს და ზოგადად დიდად არ უყვართ ხოლმე ეს კორეელები, მაგრამ აი ამაზე ცუდის მთქმელი მართლა არ მინახავს. აი ვისაც კითხავ კი, Honda Accord ძალიან კარგი მანქანაა, ძალიან დიდ პატივს ცემენ, მაგრამ ანუ რატომღაც ყველა მაინც ირჩევს Toyota Camry-ს. ან ზოგადად ქართველებს შევიოთ ესეთი რაღაც რა, აი იმის არჩევა, რასაც ირჩევს მასა. და მარტო ქართველებზე არ მინახა ეს განმაზოგადო, ანუ ვამბობ ზოგადად, ალბათ ყველა ადამიანი ესეთია, იმ სოციუმზე არის დამოკიდებული, სადაც ცხოვრობს და დაახლოებით იგივე ხდება ჩვენთანაც. აი ქართველებს Toyota-ს გარდა რამეც უხსენებ და არა, ანუ პირდაპირ უარზია, იმიტომ რომ მიჩნეულ Toyota არის გამძლე, კომფორტული, ეკონომიური და ასე შემდეგ. და რეალურად რო დაფიქრდე, ეს ავტომობილიც ანალოგიურ კლასში გადის. ანუ ესეც არის კომფორტული, გამძლე, ეკონომიური, მაგრამ სამწუხაროდ დიდად არ ფიქრობენ ხოლმე ამას. ანუ არ ეძიებიან რა იყიდონ, ანუ პირდაპირ დგებიან და ყიდულობენ იმას, რაც საზოგადოდ არის გავრცელებული რომ მაგარია. და ამ დროს არსებობს მაგაზე ბევრად კარგი ავტომობილები იგივე ფასად. ამიტომ მე ვფიქრობ ძალიან ცოტა საქართველოში. თქვენი აზრით მითხარით, თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? რატომ არის Toyota Camry უფრო პოპულარული ვიდრე Honda Accord? და მგონია რომ ვისაც Honda Accord ყავს, არიან როგორი ადამიანები, იცით, რომ ანუ იმაზე კი არ გააკეთეს არჩევანი იმის დახმარებით, რაც 1000 კაცს ყავდა, არამედ ისე ინდივიდუალურად იფიქრეს, არჩიეს, გააკეთეს არჩევანი და შეიძინეს ავტომობილი, რომელიც ბევრ ბენეფიტს მისცემდა, ასე ვთქვათ, იგივე ფასში. მოდი ახლა ვიზუალი მთლიანად მოვამთავროთ, საბარგულში ჩავიხედოთ და ესე გადავიდეთ უკვე შიდა ნაწილზე ინტერიერში. სანამ საბარგულს გავხსნი, აი აქ ამ სტიკერს დაინახავდით ალბათ და დარწმუნებული ვარ, ყველა მიცით აი ეს კონკრეტული გვერდი, რომელსაც ეს სახელი ქვია. ეს ავტომობილი სწორედ ამ გვერდის მფლობელმა გვათხოვა და ძალიან დიდი მადლობა მას აქედანვე და მადლობა იმისთვის ზოგადად რასაც აკეთებს აი ამ გვერდის დახმარებით, იმიტომ რომ აი ამ გვერდით ჩემი ქალაქი მკლავს. ამ გვერდის დამსახურება ძალიან ბევრი რაღაც, რომ თბილისში უკეთესობისკენ არის, რაღაცები იცვლება, პრობლემები აღმოფხვრილია და ასე შემდეგ და ჩემი არხის, ჩემი გუნდის დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ამას ენთუზიაზმით უკვე ძალიან ბევრი წელი აკეთებენ. ავხადოთ საბარგული. საკმაოდ მჩატა საბარგულია. თავის თარიღდება, მაგრამ ხელითაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად გააყოთ. ეხლა აქ რა თქმა უნდა რაღაცები ალაგია, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანისა ეს ავტომობილი, რომელსაც მოიხმართ ყოველდღიურად და ბუნებრივია რაღაც ნივთები ელაგება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი საბარგული აქვს, საკმაოდ ღრმა. ანუ სიღრმეში შიგნით შედის დიდი ტევადობა აქვს და რაც გასაკვირია ხოლმე ზოგადად ჰიბრიდ ავტომობილებს არც დიდი საბარგული არ აქვს ხოლმე თავისი ელემენტებიდან გამომდინარე, მაგრამ აი აქ იმ ხელა საბარგულია წარმოუდგენია რამდენი რაღაცის ჩატევა შეგიძლია. ზოგადად ავტომობილის დიდი არის დაახლოებით 5 მეტრი არის სიგრძეში და შესაბამისად კარგად არის დალაგებული. აი სალონში თუ ჩავჯდებით და იქაც რომ ნახავთ, როგორი სივრცეა უკანას და წინაც, როგორც მფლობელმა თქვა, საკმაოდ დიდი ტევადობა აქვს. 11 ადამიანი იჯდა
ერთხელ ამ ავტომობილის სალონშიო. წარმოიდგინეთ 11 ადამიანი როგორც შეძება რამდენად დიდი არის და როგორც ჩანს საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული, იმიტომ რომ საბარგულზე საკმაოდ დიდი სივრცე არის გამოყოფილი. ანუ ოჯახისთვის ძალიან კომფორტული იქნება. ჩაუჯდეთ და გავიგოთ როგორია ის უკანა სავარძელი, სადაც 11 ადამიანი იჯდა, 11 აქ არ მჯდარო, მაგრამ საერთო ჯამში 11 ალბათ უკან ერთი 8-9 ადამიანი მაინც იჯდა. ხო, სივრცე მართლა დიდია. თვითონ ეს დასაჯდომით სავარძელი საკმაოდ დიდი არის, განიერი და წინათ ძალიან ბევრი ადგილი არის დარჩენილი. ნუ სიმაღლეც ნორმალური. მაგრამ ნუ სივრცეთან საკმაოდ კომფორტული უკანასკამი აქვს. ის ტაფასკამები რო არის ხოლმე სავარძელები, ეგეთი არ არის, რომ დაჯდები და ნებისმიერ მოსახვევში რო ან იქით უნდა ეგდო, ან აქეთ ისე გასრიალებს. არა, საკმაოდ კარგად ჩამჯდარი, მორგებული ხარ და ნორმალურია. აი ამ კლასის ავტომობილს რაც შეიძლება რომ ჰქონდეს, ვერანაირ მაღალ კლასს აქ ვერ მოითხოვ, იმიტომ რომ ეს არ არის Mercedes-ი და Audi. კი, საკმაოდ კარგია. მე რო ვიყო ახლა მგზავრი და მგზავრის ამპლუაში ვიჯდი ამ ავტომობილში. არანაირ დისკომფორტს არ ვიგრძნობდი. საკმაოდ სივრცეც მექნებოდა, შორგზაზე თუ წავიდოდი, არ დავიღლებოდი, ფეხსაც გავშლივდი, ჩავწვებოდი კიდევაც. ესეც დავჯდებოდი და ყველაფერი. 3 ადამიანი, ადამიანების დატევაზე ლაპარაკი მე მგონი ძალიან ზედმეტია, რაც წეგან გითხარით და რაც ამ ავტომობილის მფლობელმა მოგვიყვა, რამდენი ადამიანიც იჯდა, მაგრამ აქ 3 ადამიანიც კი ძალიან თავისუფლად დაეტევა, ისე რომ ერთმანეთს საერთოდ არ შეაწუხებენ. აქ თუ გვაქვს მეტალ ბარი. კი, ბარიც გვაქვს, თავისი ორი ჭიქის ჩასატებით სტანდარტულად. კარგია, უკანა სავარძელი მართლა მოუწვა. რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს და ჩვენი არხის სპონსორებს, ვისით დახმარებითაც არსებობს ეს არხი. ესენი გახლავთ ჩვენი გენერალური სპონსორი, კომპანია Trust Import-ი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ჩვენს გვერდით არის. ასევე Soccer Georgia, რომელიც რა თქმა უნდა ამ ვიდეოშიც გაათამაშებს საწოლს, ამიტომ დატოვეთ კომენტარი, ნებისმიერ კომენტარი შეიძლება იღბლიანი აღმოჩნდეს, აგერ იმ დღეს მყავდა გამარჯვებული, რომელიც უკვე მეორედ მოიგო საწოლი. ამიტომ ერთი კომენტარით არაფერს არ კარგავთ, პირიქით რაღაცა შანსებს ზრდით, რომ საწოვის აუზი აიუსოთ. და მესამე Little Tree Georgia, რომელიც სურნელოვანი არომატიზატორებით გვამარაგებს ხოლმე და ეხლაც რომ ჩავჯდებით მანქანაში, ერთ-ერთ სურნელს, ჩემს ფავორიტ სურნელს გავხსნით. ჩავჯექით ახლა ძღოლის მხარეს. ნახოთ როგორი არის სალონი. და მე რა თქმა უნდა დავიძრათ და ვმართოთ და თან მოგიყვებით გამოცდილებაზე, როგორი იქნება ავტომობილის მართვის გამოცდილება და ასევე რამდენად კომფორტული. პირველი, რასაც ვიტყოდი, გავაქტიუროთ ავტომობილი. როგორც ის არის ჰიბრიდი, როგორც გითხარით და შესაბამისად ხმას საერთოდ არ აქვს, ოდესაც ერთავ და ვერ მიხვდებით თუ ჩართულია. პირველი უნდა ვთქვა აუცილებლად ეკრანი, რომელიც არის, მე მგონი, ერთ-ერთი სხვაობა არ აქვს, მე მგონი ზუსტად Toyota. ჩემი ზოგადად Toyota-ში რა ეკრანებიც არის, ხოლმე ღილაკებიც კი მე მგონი ანალოგიურია. ამ ყოველ შემთხვევაში ეხა ესე მახსოვს და შეიძლება, იმიტომ რომ ჩავჯექი ეგრევე ვიფიქრე რა Toyota-s ეკრანი აქვს მეთქი. სალონი არის საკმაოდ ესეთი მინიმალისტური, არ არის გადატვირთული რაღაცა ბევრი ღილაკებით, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა სტანდარტულად როგორც ახალ ავტომობილებში გადატანილი არის ციფრულად. ერთადერთი რაზეც აუცილებლად უნდა გავაკეთო აქცენტი არის შიფტერი. ოღონდ შიფტერი არ არის. ღილაკებზე არის მთლიანად გადმოტანილი ეს, ანუ ბერკეტი არ არსებობს, რაც ხელს მოკიდებდა გადართავს სიჩქარეში, პირდაპირ ღილაკებით შეგიძლიათ მართოთ. წვები და წახვალ წინ რაღაც ესე გადმორთავ, აი ეს დააწვევი და წახვალ უკან და ასე შემდეგ რა. ეს არის ანალოგი ზუსტად Hyundai Sonata-ში. Hyundai Sonata-ში იყო ზუსტად აი ეს, რომ სიჩქარის ბერკეტი აღარ არსებობდა და პირდაპირ ღილაკებზე იყო გადატანილი. მოდი თან წავიდეთ და თან მოგიყვებით უსაფრთხოების სისტემებზეც, წვაზეც, კომფორტზეც და ასე შემდეგ. უსაფრთხოებით დავიწყებ, მოდი რადგან პირველი უსაფრთხოება ვახსენე, დავიწყებ უსაფრთხოებით. მე როგორც გავეცანი, ასე ვთქვათ, მონაცემებს, Honda-s არაერთი ჯილდო აქვს, ასე ვთქვათ, მიღებული უსაფრთხოების სტანდარტებში. ამ ავტომობილსაც ბევრი ფუნქცია აქვს, რითიც თქვენს უსაფრთხოებას იცავს, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ყველაზე მეტად რაც დაეხმარება ალბათ ადამიანს ეს არის ავტომატური მუხრუჭი. ზოგადად ეხლა რომ მივდიოდი, სანამ აქამდე მოვიდოდი და სანამ გადაღებას დავიწყებდით, მანამდე ავტომობილს რომ უახლოვდებოდი და მუხრუჭებას სანამ დავიწყებდი, ძალიან აშკარად სიმციმები და მაჩვენებელთა დაფაზე პირდაპირ რომ დამეჭრია მუხრუჭისთვის. მე თუ არ დავაჭერდი მუხრუჭს, ამას აქვს წინ სენსორი, როგორც კიანიოზეც რო ვახსენეთ, ავტომატური და
დამუხრუჭების ფუნქცია რო აქვს, იგივენაირად აქვს ამ შემთხვევაშიც და რომც არ დაამუხრუჭოთ, თვითონ აუცილებლად დაამუხრუჭებს და შესაბამისად ავარიას 99% შემთხვევაში აგაცილებთ. თუ რა თქმა უნდა ავარიას იწვევს ის, რომ წინიდან ეჯახებით რაღაცას. ასევე, რა თქმა უნდა, ეხლა ზოლიდან ზოლში გადასვლის წრიპინა, რომ ზოლიდან ხარ გადასული და დაბრუნდე ზოლში, blind spot-ი, ეგეთ რაღაცები უკვე მე მგონი აღსანიშნავად აღარ ღირს, იმიტომ რომ იმდენად მინიმუმია ახალ ავტომობილებში და იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა რო ეგეთი რაღაცები იქნება, უბრალოდ ეს ავტომატური დამუხრუჭება მაინც არ არის ისეთი, რაც აბსოლუტურად ყველა ავტომობილს აქვს და შესაბამისად ღირს ნამდვილად რომ აღინიშნოს. ეხლა ვისაუბროთ წვაზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ხოლმე ზოგადად ავტომობილის მომავალ მფლობელებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რითიც ადამიანი ავტომობილს არჩევს, არის ის, რა დაუჯდება მისი შენახვა, არა მარტო გამძლეობა და გამძლეობაზე ვისაუბრებთ, არამედ წვა, იმიტომ რომ შენ თუ ყოველდღიურად ძალიან ბევრი უნდა იარო, ბუნებრივია რომ გჭირდება ავტომობილი, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებად გაზარალებს. ეს კონკრეტული როგორც გითხარით არის ჰიბრიდი და შესაბამისად როგორც მისმა მფლობელმა გითხრან ოფიციალური მონაცემები ერთია ხოლმე, მაგრამ როდესაც პრაქტიკაში გამოწვდის ადამიანი და ეგრე გვეუბნება, ეგ არის ყველაზე სანდო მონაცემი, იმიტომ რომ ყოველთვის ქარხნად რაც უწერია, ვარაუდობენ ხოლმე რომ 1-2 ლიტრით მეტი არის რეალობაში. აქედან გამომდინარე, ავტომობილის მფლობელმა გითხრა, რომ მისი წვა ყველაზე მაქსიმუმი რაც კი შეიძლება იყოს, ქალაქში ეს არის 6 ლიტრი. ანუ 6 ლიტრი ხომ მოგეხსენებათ საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, მით უმეტეს ამ ხელ ავტომობილისთვის, რომელიც სიგრძეში დაახლოებით 5 მეტრია და შესაბამისად წონაც საკმაოდ დიდი ექნება. მაგრამ ეს 6 ლიტრი არის ყველაზე მაქსიმუმი თუ რაღაც საცობებში იარა, ძალიან მოკლე მანძილებზე და ასე შემდეგ. ზოგადად სტანდარტულად თუ დინამიურად ნორმალურად იბლი, დაახლოებით 4 ლიტრი არის ამისი საშუალო წვა. რაც და ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან დაბალია, ფაქტობრივად პრიუსის წვა არის, რასაც პრიუსი წვავს და რის გამოც უყვარს ზოგადად ხალხს პრიუსი და რის გამოც ყიდულობენ ხოლმე. გამძლეობას რაც შეეხება. ეხლა გამძლეობა არის ხოლმე კიდევ ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხი. აი მე ცოტა ხნის წინ კიანიროზე მქონდა გადაღებული ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ პრიუს მირჩევნია, რომ ეს ვიყიდო მეთქი და იქ ერთი ამბავი ატყდა, რომ ტოიოტას ისეთი გამძლეობა აქვს, კიანირო საერთოდ ახლოსაც ვერ მივა ამ დროს. მე ვფიქრობ, მინიმუმ უნდა გყავდეს კიანირო პრაქტიკაში გამოცადო და ეგრე თქვა, შენი დასკვნა, ასე ვთქვათ, რამდენად ცუდი ავტომობილია კი, შეიძლება იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰყავდათ ეს ავტომობილი, მაგრამ სტანდარტულად, ანუ კიანიროს მე ვინც გამიგია, ყველა მფლობელი ემადლიერება თვითონ ვისიც იყო ის ავტომობილი, მე ვიღაცა ატყობა გასაყიდი მანქანა და იბიტო ამბობს ესეთ კარგავს. არანაირი გასაყიდი მანქანა ეგ არ იყო, ეგ იყო ადამიანის ყოველდღიური ავტომობილი და ორი ყავდა ოჯახში და შესაბამისად ახლა ერთი თუ ცუდია და გამოუსადეგარი, მეორეს რატო იყიდი, ხო, ლოგიკურია. Honda Accord-ის შემთხვევაში რაც შეგვიძლია ვთქვათ, ჯერ ხო, საქართველოში როგორც გითხარით, მე ცუდის მთქმელია მანქანაზე არ მინახავს და ზოგადად ყოველთვის ვეცნობი ხოლმე უცხოურ ფორუმებზე რას წერენ, ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც რა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, სხვა მფლობელები, ასე ვთქვათ, მათ რეალობაში როგორია მათთვის რამდენად კარგი ავტომობილია, იქაც აბსოლუტურად ყველა ადამიანი ემადლიერებოდა ამ ავტომობილს და აღნიშნავდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ავტომობილი, რაც კი ყოლია თავისი გამძლეობითაც, კომფორტითაც, ეკონომიითაც და აბსოლუტურად ყველაფრით. ამ ავტომობილის მფლობელმა გითხრა, რომ სანამ Honda Accord-ს იყიდა, მანამდე ყავდა არაერთი ავტომობილი, მათ შორის Toyota Camry, რომელიც ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი არის და მანაც თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ავტომობილია, რაც კი მყოლიო და Toyota Camry-ს რომ მე არც კი შევადარებდიო, უფრო Toyota Avalon-ის პარალელს გავავლებდიო. ოფიციალურად ეგეთი მონაცემი არ არის, მაგრამ ეხლა მე გეტყვით, მე რო ეს ავტომობილი ვატარე, სანამ აქ გადაღების ადგილამდე მოვიდოდით, რა შეგრძნება დამეუფლა. როგორი იყო აი კომფორტის ამორტიზაციის თვალსაზრისით. ეხლა რა შედარებასაც გავაკეთებ, კი ეს მანქანა და ის ავტომობილი ერთმანეთისგან ძალიან შორს არის კლასობრივადაც და ზოგადად ბრენდებიც და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ იმის თვალსაჩინოებისთვის მინდა გითხრათ, რამდენად კარგი სამართავი იყო ეს. რომ მოვდიოდი, რამდენადაც რბილი იყო და რამდენად დიდი კომფორტი ვიგრძენი ამის მართვის დროს, აი დაახლოებით მსგავსი კომფორტი ვიგრძენი მე ერთადერთი Audi A8-ს მართვის დროს. აი იმ მანქანის ტარებით როგორი სიამოვნებაც მივიღე, მე არც ერთი ავტომობილისგან ეგეთი სიამოვნება არ მივიღე, აი მეგონა რომ დავფრინაოდი, ანუ საბურავ საერთოდ ასფალტზე არ ახევ და ისე დადიოდა. დაახლოებით ეს შეგრძნება მქონდა სწორ საფარზე, აი ამ ავტომობილზეც იმდენად კარგი ამორტიზაცია იყო და იმდენად უხმოდ და რბილად და დინამიურად მიდიოდა, რომ აი ძალიან ვისიამოვნე. ეს შეგრძნება არასდროს არ მქონია Toyota Camry-ში. და
მაგითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ Toyota Camry-ზე გაცილებით უკეთესი ავტომობილია და ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს და უფრო მეტად პოპულარული იყოს საქართველოში. მოკლედ, ამ ავტომობილს აქვს თავისი ჰიბრიდულობიდან გამომდინარე, თუმცა, რა პრობლემაა, სპორტ რეჟიმიც და მოდი ახლა გამოვცადოთ სპორტზე, იმიტომ რომ სპორტზე შედარებით უკეთესი გაწევა უნდა ქონდეს. მანამდე მე ეკოთი მოვედი და ეკოთიც არც ისე ცუდი იყო, მაგრამ ნახოთ ახლა რას იზავს სპორტზე. ხოჩა საკმაოდ კარგად აკრიფა სიჩქარე. ახლა აღმართზე ვნახოთ. ზედმეტად ხმა მაღალი კი არის ისე, მაგრამ ოკეი. იმაზე მეც ყვირის ვიდრე გაწევა აქვს, მაგრამ გაწევაც არ აქვს სუპი. ხო, მოსახლეობაში როგორ შევდივართ? Not bad. ნელა რომ მიდიხარ ისე მღერის, ხო იცით? ელექტრომანქანები რო გამოსცემენ ხმას. გეგონება 60-დან შენს წასაყვანად მოვიდნენ და დაახლოებით ეგეთი ხმა აქვს. მაგრამ სიჩქარეში რო ჩააგდებ. აუ, საკმაოდ კარგი გაწევა აქვს, მინდა ვთქვა. თავისი კლასიდან და წონიდან და ზომიდან გამომდინარე. ანუ, იცი როგორ არის? რაღაცა საოჯახო ჰიბრიდული ავტომობილია, რომელიც ძალიან კარგად მოგემსახურება. ბევრ ადამიანსაც დაიტევს, ბევრ ბარგსაც დაიტევს, ლამაზიც არის, რაღაცა ცოტა ბიზნეს კლასის შესახედაობაც აქვს, უფრო ამის შემდეგ თაობას აქვს და თან აი ამ სიამოვნებასაც ცოტასაც გიწევს და თან როცა გინდა აი ამ სიამოვნებასაც გაძლევს რა. ფასი არ მithქვამს და ერთი ფასსაც გეტყვით, ნუ ზოგადად ხო ისიც ძალიან ჭრელია ხოლმე ფასებს რომ დაათვალიერებ, იმიტომ რომ შეიძლება ერთი და იგივე ავტომობილი, ერთი და იგივე წლოვანების ნახო რაღაცა 5-7 $1000 განსხვავებით. ეს ავტომობილი დაახლოებით ტრიალებს ასე 17, 18, 19, 20, 15, აი დაახლოებით ამ რენჯში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ანალოგიური ფასი აქვს, რაც ამ წლოვანების Camry-ს და აი ამის შემდეგ თქვენ როგორ არჩევანს გააკეთებთ და რა ავტომობილს აირჩევთ, როდესაც ერთი ფასი ღირს და მონაცემები შეიძლება ითქვას, რომ აკორდს ბევრად უფრო უკეთესი აქვს, მე ძალიან მომეწონა ეს ავტომობილი. არც ერთი Camry არ მომწონებია, ერთადერთი Camry იყო, რომელიც გადავიღე და იმიტომ გადავიღო, რომ TRD იყო და მართლა ძალიან ლამაზი და კარგი კომპლექტაცია იყო. დანარჩენ ჩვეულებრივ Camry-ს მე დღემდე ვერ ვხსნი და იმ ვიდეოს ვწვავ, რატომ ყიდულობენ. ვერ ვხსნი რა, გულის სიღრმეში ვიცი რატომაც ყიდულობენ, მაგრამ ნუ მაინც დიდად არ მივყვები და არ ვაღიარებ მაგაზარს, მაგრამ მაინც დავაფიქსირებ, აი ჩემი აზრით, Camry-ს ყიდულობენ იმიტომ, რომ მიჩნეული როგორც აი კაი ტიპი მანქანაა რა, რომ სამთავრობო მანქანაა, საპატრიარქო მანქანაა და შენც თუ შავი Camry გყავს, აი დაახლოებით იგივე სტატუსი გენიჭება, რაც იმ ადამიანებს, ვისაც ეს ავტომობილები ემსახურებიან. ეს არის და ეს. გავხსნათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სურნელი პინაკოლადა. სხვა შორის ბავშვობაში ალბათ თქვენც გექნებოდათ ის მომენტი, აი გემრიელ სუნიანის საშლის შეჭმა რო გინდათ და აი ამაზე და ამერიკის დროშის სურნელზე ზუსტად ეგ მემართება. შეძენა შეგიძლიათ ძალიან ბევრგან, მათ შორის დანკინის ფილიალებშიც, ამიტომ უფრო მეტი ინფორმაციისთვის და მისამართებისთვის შეგიძლიათ Little Georgia's Facebook გვერდზე შეხვიდეთ და იქ უწერეთ აბსოლუტურად ყველა მისამართი. ეს იყო მეგობრებო Honda Accord-ი, რომელსაც ესე ძალიან ითხოვდით და სხვა შორის კაი რომ ითხოვდით, იმიტომ რომ მანამდე არასდროს შეხება არ მქონია როგორც გითხარით და მეც მიხარია რომ გავეცანი ამ ავტომობილს და ჩემი დიდი პატივისცემა და სიმპათია ამ მანქანას, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი ავტომობილი ყოფილა. Camry-ს ნამდვილად ჯობია. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, რაც ფიქრობთ ზოგადად Honda Accord-ზე და რატომ არ არის საქართველოში პოპულარული. ჩემი ერთი ყველაზე დიდი კითხვა. ყველა კომენტარი ეს მომგებიანი როგორც გითხარით, სოკარი გაათამაშებს 50 ლიტრს საწვავს და მომავალ შეხვედრამდე შემდეგი ვიდეო ფიქრობ საკმაოდ საინტერესო ვიდეო გვექნება.